მოგესალმებით ვალენსიიდან, ყველაზე ხმაურიანი და ფერადი ქალაქიდან ესპანეთში. დღეს ეს ქალაქი აღნიშნავს Las Fallas. პირველიდან 19 მარტის ჩათვლით ეს ქალაქი სავსეა ხალხით, ფეიერვერკებით, ცეცხლით და აი ესეთი ფიგურებით, რომელსაც ჩემს უკან ხედავთ. ძველი ტრადიციის მიხედვით თურქლები გაზაფხულის მოახლოებისას ძველი აბაჯის ნარჩენებს წვავდნენ. ეს იყო იმედისა და განახლების სიმბოლო, რომელმაც მოგვიანებით სოციალური ხასიათი შეიძინა. დღეს პოლიტიკოსების გაშარჟება და რეალობის მოყოლა სატირულ ჟანრში ფაიების, ანუ ამ მონუმენტების მთავარი სათქმელია. დაწვის ცერემონიაც კი შენარჩუნებულია, თუმცა ამას მოგვიანებით მოგიყვებით. ახლა კი დააკვირდეთ ჩარლი ჩაპლინის ამ 27 მეტრიან ქანდაკებას, რომელიც ქალაქის მთავარ მოედანზე დგას და ალბათ ყველაზე კარგად გამოხატავს წლევანდელი დღესასწაულის მთავარ თემას. არა ომს. ერთ ხელში პეპელა, სიცოცხლის სიმბოლო, ხოლო მეორე მხარზე გადადებული იარაღი დღევანდელი რეალობის გამომხატველია და ვინ წარმოადგენდა ამ იდეას უკეთ, თუ არა ჩარლი ჩაპლინი, ცნობილი პაციფისტი და ყველასთვის დასამახსოვრებელი ისტორიული ფიგურა. გეტყვით რამდენიმე საინტერესო დეტალს ფაიების შესახებ. როგორც ჩემს უკან ხედავთ, აი აქ არის პატარა ზომის ფაია, ხოლო აი იქით და შეუმჩნეველი ვერ დარჩება, რა თქმა უნდა, არის დიდი ზომის ფაია. ზუსტად ამიტომ ფაიები არის კატეგორიებად დაყოფილი. არიან პატარა ფაიები, ანუ ფაიას ინფანტილეს და არის დიდი ფაიები, ანუ ფაიას გრანდეს. ეს ფაია მართლაც იმსახურებს განსაკუთრებულ კატეგორიაში ყოფნას, არა მარტო იმიტომ, რომ ძალიან ლამაზი ფიგურები აქვს და ასევე დიდი და პატარა ფაიები, არამედ აი ეს ყვავილებიც, რომელიც აქ არის გამზადებული იმისთვის, რომ დღეს ან ხვალ წაიღონ და შესწირონ ღვთისმშობლის ქანდაკებას. ახლა კი წავიდეთ სხვა ფაიების აღმოსაჩენად, თქვენ კი დარჩით ვიდეოს ბოლომდე, რადგან ულამაზესი კადრები გელოდებათ წინ. მოკლედ მივდივართ ახლა φაიების სანახავად, ხო და ალვარო გზაში მოგიყვებათ თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ვალენსია და რა უნდა იცოდეთ მის შესახებ. Venga, Álvaro. Por ejemplo, Valencia, para que tengáis en cuenta la importancia que tiene, es la tercera ciudad más poblada de España, con más de 800.000 habitantes. Valencia, como no, es la capital de la Comunidad Valenciana. Pues Valencia también tenéis que tener en cuenta que fue fundada ya hace más de 2000 años. En el año 138 a.C. por los romanos. Seguramente os suene Valencia por la dana que sucedió ya en 2024, que fue un suceso muy trágico porque murieron varias personas. Y justo aquí, por donde estamos pasando ahora mismo, aquí pasaba el río Turia, que lo que hicieron fue desviarlo porque en la época franquista sucedió otro trágico suceso similar de la dana. Y por eso trasladaron el cauce del río. Y ahora, pues bueno, como veis, es una zona para pasear y bueno, disfrutar. Ahora vamos a continuar y os vamos a enseñar más fallas. არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ამ დღეს ფაიების ნახვა ვერ მოვახერხეთ, იმიტომ რომ ქალაქი სავსეა სხვადასხვა აქტივობებით. ერთ-ერთი მთავარი აქტივობა 17-18 მარტს არის ყვავილების შეწირვის პროცესი. ყველაზე მეტად იცით რა მომწონს, რომ ეს პროცესი არის ძალიან ინკლუსიური. ქალები, ბავშვები, მამაკაცები, ყველა ასაკის, ყველა გემოვნების ადამიანი იღებს ამაში მონაწილეობას და ეს არის საოცრება მართლა. ეს ადამიანები მთელი წლის ვალენსიაში ვართ ფაიას, ამიტომ არ გაგიკვირდეთ ეს ხვები. ხო, რას ვამბობდი, ეს ადამიანები მთელი წლის განმავლობაში ემზადებიან ამ განსაკუთრებული ღონისძიებისთვის და იცით რა ქვია ამ ადამიანებს მგონი აღნიშვნის ღირსია. რადგანაც ფაიას არის დღესასწაული, ამ ადამიანებს ქვიათ ფაიეროს. ფაიერას იქნება ქალები, ფაიეროს იქნება კაცები. მოკლედ ესპანურის მასწავლებელი რომ ვარ, ვერ ვივიწყე. რატომ არის ესპანური დღესასწაულები სახალხო დღესასწაულები? აი ამიტომ. ნახეთ. უამრავი ხალხია ჩემს ირგვლივ. ეს ხო ყოველ წელს ხდება რეალურად. თითქოს ხო უნდა მიეჩვევნონ, თითქოს ისე ძალიან ხო აღარ უნდა უხაროდეთ, უკვირდეთ ეს ყველაფერი, მაგრამ თითოეული ადამიანის სახეზე ისეთი ემოციებია, ისეთი შთაბეჭდილებებია, რომ აი მე შენს იუსები რა ამ ემოციები და ამიტომ ძალიან მიყვარს ეს ყველაფერი მართლა. სხვათა შორის ეს ტრადიციული სამოსი ძალიან ძვირია. კაბები შეიძლება აღებდეს 2000 ევროდან და შეიძლება 10000 ევრომდეც კი აღწევდეს მისი ღირებულება. დამეთანხმებით რომ ძალიან ლამაზია. Álvaro, ¿te gusta los trajes? Son preciosos, damas sí. ხო და ასეთი ამაღლებული განწყობით მივყვებოდით ამ ხალხის უწყვეტ ნაკადს და აღმოჩნდით კათედრალთან. ჩემმა ერთგულმა მაყურებელმა იცის რომ ძალიან მიყვარს კათედრალების ისტორიების გაცნობა. რა თქმა უნდა, არც ვალენსიის კათედრალი იქნება გამონაკლისი. თუმცა ამას უფრო მოკლე სახელი აქვს კათედრალ დე სანტა მარია, კლასიკურად ხო? მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი კათედრალია. აიმე პირველმა რომ რეკონკისტას შემდეგ დაიბრუნა ვალენსია, ხო და ის ზუსტად ამ ეპოქაში აშენდა ეს კათედრალი, რომელსაც ახლა ჩემს უკან ხედავთ. კათედრალის ყველაზე მაღალი წერტილია კოშკი, რომლის სახელწოდებაცაა მიგელე და მთელი ქალაქი ჩანს აქედან. თუმცა მე გამოვყოფდი ამ კათედრალის უფრო
მნიშვნელოვან ნაწილს. გადმოცემის თანახმად აქ ინახება უძველესი ბარძიმი, რომელიც იესო ქრისტემ საიდუმლო სერობის დროს გამოიყენა. რა თქმა უნდა, არავინ იცის ნამდვილად ის ბარძიმია თუ არა ეს, მაგრამ აქაურებს ჯერათ, რომ ნამდვილად ასეა და ამიტომაც ძალიან უფრთხილდებიან ამ კათედრალსაც და ბარძიმსაც. ამ 2 დღის განმავლობაში ვალენსიის ქუჩები სავსეა ასეთი ლამაზი ადამიანებით, ყვავილებით ხელში, ოჯახები, ბავშვები, ქალები, მამაკაცები. აი ასე მწყობრად, დალაგებულად და რაც მთავარია, გააზრებულად ბიდიან იმისთვის, რომ თავიანთ ღვთისმშობელს ყვავილები შესწირონ. ესეთი ფერადი, მხიარული და რაც მთავარია, სიცოცხლით სავსე სანახაობა ძალიან ცოტაჯერ თუ მინახავს. კათედრალისკენ მიმავალ ამ ხალხს არავინ აძალებს აქ ყოფნას. ეს ყველაფერი თავიანთი სურვილით ხდება. უნიკალურ კადრებს ადევნებთ ახლა თვალს, როგორც ხედავთ, ჩემ უკან აწყობენ ღვთისმშობლის ქანდაკებას და ნახეთ, როგორ ზედმიწევნით ამაგრებენ ყველა ყვავილს. ესე უბრალოდ სადაც უნდათ იქ არა. როგორც ხედავთ, იქ არის მტრედი დახატული, წითელი ყვავილები სხვაგან მიდის, თეთრი ყვავილები სხვაგან და როგორ მუშაობენ. არ ვიცი რამდენად კარგად შეიგრძნობა ის ყველაფერი ვიდეოებში, რასაც ახლა მევგრძნობ, მაგრამ ეს ყველაფერი არის უნიკალური მართლა. არცად ასეთი რამე არ ხდება, მხოლოდ ამ ქალაქში ხდება და ძალიან მადლობელი ვარ ცხოვრების, რომ ამ ყველაფრის გამოცდილება მომცა, რომ შემიძლია ეს ყველაფერი ვნახო და რაც თავარია, რომ თქვენც გაგიზიაროთ. ამიტომ გამოიწერეთ ჩემი გვერდი აუცილებლად ამ ვიდეოსთვის და კიდევ სხვა ვიდეოებისთვის, რომლებსაც აუცილებლად მოვამზადებ თქვენთვის. როგორც ხედავთ, ამ ადამიანებს უკვე ხელში ყვავილები აღარ უჭერავთ, რადგან უკვე შესწირეს ღვთისმშობელს ეს ყვავილები. მათ ყვავილებს უკვე თავისი ადგილი აქვს ღვთისმშობლის ქანდაკებაზე და მოდი ახლა ვკითხოთ ერთ-ერთ მათგანს თუ როგორ გრძნობს თავს და ზოგადად რას ნიშნავს ფაიას მათთვის. Bueno, como he visto ya habéis terminado la ofrenda de flores, ¿no? Y ahora ¿qué pasa? ¿Qué vais a hacer? Y cuéntame cómo es vivir esa experiencia, cómo es ser fallera. Pues es súper emocionante llegar a la Plaza de la Virgen, entrar el ramo, lo vives con mucha pasión. Y nada, ahora nos recogemos y cada uno o merendamos o nos vamos a cambiar y luego toca ir a la falla, a la carpa, a pasarlo bien, a disfrutar, a celebrar este día. Y además ha sido súper emocionante porque unos amigos nuestros han pedido matrimonio de la Virgen, así que súper bien. როგორი პატარაც არ უნდა იყოს ფაია, ის აუცილებლად რაღაცის მანიშნებელია, რაღაცის სიმბოლოა, რაღაცას გამოხატავს. აი ამ ფაიაში ხედავთ, რომ აი ამ კაცს, რომელიც არის რეალურად ესპანეთის მეფე, ხუან კარლოს პირველი, ბანს ქალი ფულით. რეალურად ეს გამოხატავს იმას, რომ მონარქები ან მმართველები თანამდებობის დატოვების შემდეგ ძალიან კარგად ცხოვრობენ სიმდიდრეში და სატირა და გაშარჟებაა ზუსტად აი ამ ფენომენის. ეს ფაიაც, რა თქმა უნდა, სატირული და სარკასტული ხასიათის არის. კაცის საყვირით გამოხატავს არჩევნების მოახლოებას. აი ეს 2 გველი, კობრაკი, გამოხატავს მათ ტყუილებს და იმ ჰიპნოს, რომელსაც პოლიტიკოსები ხალხს უკეთებენ. საბოლოო ჯამში ხალხი ისევ მოტყუებული რჩება და არ ვიცით ეს კობრები და გველები როდის გვიკვენენ. დამღლელი, თუმცა საინტერესო დღის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ შემოვსულიყავ ბარში, ცოტა დაგველია და დაემთხვა ასევე რეალ მადრიდის თამაში. რეალ მადრიდი ეთამაშება მანჩესტერ სიტის. ჯერჯერობით კარგად მივდივართ. ნახოთ როგორ დასრულდება დღევანდელი თამაში და დაგიბრუნდებით ხვალ აუცილებლად სხვა ფაიების ისტორიებით და ვალენსიის ლომაზის კადრებით. აკეცი? და მოდი გავათენოთ, ხო? Buenos días. გათენდა მეორე დღე ვალენსიაში, გუშინ ძალიან დამღლელი დღე იყო, თუმცა ძალიან მასიამოვნები დავრჩით, ხო და დღეს მივდივართ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცის სანახავად, რომელსაც ქვია მასკლეტა ვალენსიურად და განახებთ ახლა. წავედით. და უკვე მოვედით Plaza de Ayuntamientosთან, ანუ მერიის მოედანთან, სადაც არის უამრავი ხალხი შეკრებილი, როგორც ხედავთ, ვალენსიაში Las Fallas განმავლობაში 1 მარტიდან 19 მარტის ჩათვლით ყოველ 2 საათზე მერიის წინ იმართება ფეიერვერკების შოუ და ზუსტად ამის საყურებლად ვართ, უпростоრად მოსასმენად ვართ მე და ალვარო ახლა მოსულები. მინდა რომ დააფიქსიროთ ხალხი როგორი მომზადებულია აქ. ხალხი არის მოსული თავისი საჭმლით, თავისი სასმლით, სკამებით და არის ხალხი რომელიც მიწაზე ზის და ასე ინარჩუნებს თავის ადგილს, იკავებს თავის რიცს, იმიტომ რომ აქ 1 საათში, საათ ნახევარში ჭიანჭველის ადგილიც კი არ იქნება, აქ ნემს ვერ ჩააგდებ, როგორც იტყვიან. დარჩა სულ რაღაც 7-8 წუთი მასკლეტას დაწყებამდე. თავიდან ცოტა მსუბუქად დაიწყო, გვამზადებდნენ. ეს ვალენსიის ფერები კი ასე უცბად აღმოიფრქვა და უფრო მაგიური გახდა ეს ყველაფერი.
შემდეგ კი დადგა კულმინაციური მომენტი. სრული სიგიჟეა მართლა რაც ახლა ვნახე, უბრალოდ მოვისმინე. ანუ ჯერ კიდევ აი ესეთი სიტუაცია ვალენსიის ცენტრში, ეს უნდა ლოკურა ალბარო, ეგ სიმბოლო. La fiesta más loca de España. ძალიან სრული სიგიჟეა, სრული და აი მართლა ეს არ არის რაღაც სანახაობა რა, ეს არის გრძნობები რეალურად, რომელიც უნდა შეიქმნო აი აქ ყოფნის დროს და ძალიან მაგარი ადრენალინია. საცხოვრობთ ვალენსიაში, თუ აქამდე არ გინახავთ, არ გამიგიცეთ, აუცილებლად მოდით და ნახეთ ეს ყველაფერი. და ვინც არ ცხოვრობთ ვალენსიაში, თქვენს გირჩევთ რომ ჩამოხვიდეთ და შეიქმნოთ ეს ყველაფერი. საოცრებაა უბრალოდ. ენერგიებით ვარ გადავსებული. ჯერ კიდევ ბოროსში გახვეული მთავარი მოედანი უკან მოვიტოვეთ და ერთ-ერთი უსაყვარლესი ადამიანის სანახავად წავედი. რა თქმა უნდა, ვალენსიიდან ისე არ წავიდოდი, რომ ქართველები არ მენახა და ერთ-ერთი ქართველი, რომელსაც შევხვდი და ასევე არის ჩემი მოსწავლე, ნინია, მადლობა პირველ რიგში, რომ გამონახე დრო და გამოხვედი ჩემს სანახავად და ძალიან განსაკუთრებულ პერიოდში ვართ რეალურად ვალენსიაში, იმიტომ რომ რეალურად მე ვალენსია როგორც გითხარი, არც მინახავს ფაიას გარეშე, მაგრამ მე მგონი ძალიან ისეთი ეპოქაა რა, რატომაც არა, თუ მოდიხარ ვალენსიაში, უნდა მოხვიდე ამ დროს, ხო? თუ მოგწონს ქაოსი და მაური უნდა ჩამოხვიდე ფაიას, თუ არა და არ უნდა გაეკარო ამ პერიოდში ამ ქალაქს, იმიტომ რომ თვითონ ესპანელებიც კი აპროტესტებენ. ანუ არ მოწონს ბევრს, ბევრი მათგანი არ გადის საერთოდ ამ დროს სახლიდან და თუ გადიან ქალაქ გარეთ, დასრულდება ხმაური ეს ყველაფერი და მერე ბრუნდებიან ვალენსიაში. თუმცა მე როგორც არა ესპანელს და არა ვალენსიას ძალიან მომწონს ეს სიფერადე, მომწონს ამათი ტრადიციები, გიჟდები ვალენსიაზე და ესპანეთზე და რა ვიცი, ყველაზე თბილი, ყველაზე ლამაზი და ყველაზე ხმაურიანი ქალაქია ჩემთვის. ბევრი პირობა არის იმის, რომ მე არ მინდა საქართველოში წასვლა და დაბრუნება საცხოვრებლად, თორე წასვლა და ახლობლების ნახვა როგორ არა. ხალხი არის ძალიან კომუნიკაბელური, ძალიან გვანენ ჩვენს ქართველებს, იმიტომ რომ არ გაქცევენ ზურგს, გაქვს რაღაცა გასაჭირი, აუცილებლად გიგებიან გვერდით. ნაირად გექცევიან როგორც ესპანელს, როგორც თავის თანაქალაქელს. და ალბათ ამიტომ არის, რომ არ მეგულება სხვა ქვეყანა, სადაც იგივენაირად ვიგრძნობ თავს, როგორც ვალენსიაში. ანუ შეგიძლია თქვა, რომ რეალურად სახლში გრძნობ თავს. კი, სახლში ვგრძნობ და კიდევ ის, რაც აქ მაჩვენებს, ეს არის კლიმატი. არ ვიცით, თბილი ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი, ხელთათმანი, შარფი, ანუ ესეთი რამე გადადებული გვაქვს. ალბათ ისევ საქართველოსთვის, როცა შევძლებთ და დავბრუნდებით. ასევე მაინტერესებდა ნინიას აზრი, თუ რა უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა მანამდე სანამ ვალენსიაში ან ზოგადად ესპანეთში ჩამოსვლას გადაწყვეტს. თუ ვინმეს აქვს გადაწყვეტილი წამოსვლა, ერთადერთი რჩევა, რაც შეიძლება ვუთხრა, ეს არის, რომ ენის ბარიერი მანამდე რაღაცა საფუძველი გაიკეთონ, იმიტომ რომ ძალიან რთულია. ელემენტარო ნებისმიერ შავ სამსახურში ორი სიტყვაც თუ არ იცი, არა. ვერავინ ვერ მიგიღებს და შესაბამისად არა ენა, არა სამსახური, გინდა არ გინდა გიწევს გაქცევა. ნინია ძალიან პოზიტიური ადამიანია და მე მგონი აი ეს ბოლო რჩევა, რომელსაც ამბობს, ყველას ძალიან გამოგვადგება. უნდა დატკბე ყოველდღიურობით, დატკბე იმ გარემოში, რა გარემოშიც მოხვდი და თუნდაც იმ გზით, რაც ყოველდღე გაცხონოს ვალენსიაში. თიყვარის ჩემი მასწავლებელი, მე ვარ მისი ყველაზე ზარმაცი მოსწავლე. მინდა ვუსურვებ ბევრი მოსწავლე და ბევრი კარგი მოსწავლე, რომ ადაპტაცია ადვილად გაიაროს ხალხმა თიკოს მეშვეობით. აქ კიდე ცოტა ხანი ვისაუბრეთ, გავცვალეთ აზრები, გულწრფელად ვილაპარაკეთ და მართლა ძალიან დიდი მადლობა ნინიას იმისთვის, რომ დამთანხმდა ამ ინტერვიუზე, რომ გამიზიარა თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალები ესპანეთში ცხოვრებისას. ამ ინტერვიუს შემდეგ კი ნინიამ დაგვპატიჟა ქართულ კერძებზე. ვალენსიის ცენტრში, ზუსტად მერიის უკან არის რესტორანი, რომელიც კვირა დღეს უმასპინძლდება ქართველებს ქართული კერძებით. ჩვენ შუაკვირაში მოგვიწია ამ რესტორანში მისვლა, მაგრამ ეს პრობლემა არ იყო, რადგან ნინიამ დაურეკა მზარეულს კახას, ქართველ კაცს, რომელიც უკვე 30 წელია ვალენსიაში ცხოვრობს და სულ რაღაც 2 საათში აი ასეთი გემრიელი ქართული კერძები დაგვახვედრა.
ცეცხლის ასორტი იყო უგემრიელესი და აჭარულ ხაჭაპურზე უბრალოდ აღარაფერს აღარ ვიტყვი. უგემრიელესი იყო ყველაფერი. და ასევე გაგვიხსნა ქართული ღვინო, რომელსაც, როგორც გითხრა, დიდი ხანი ინახავდა. ვალენსიის ცენტრში ლას ფაიას დღესასწაულის განმავლობაში ძალიან კარგად ვივახშმეთ და უკმაყოფილესები წამოვედით იქიდან. რა თქმა უნდა, სამახსოვრო ფოტოებიც გადავიღეთ და კიდევ ერთხელ ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ნინიასაც და ბატონ კახასაც ასეთი მასპინძლობისთვის. ეს მშვენიერი ქართული საღამო ისევ ვალენსიური სიგიჟით გაგრძელდა. 18 მარტის ღამეს ქალაქის შთამბეჭდავი ფეიერვერკით იფარება. ეს არის ვალენსიის ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული მომენტი, როდესაც ათასობით ადამიანი იკრიბება 18 წუთიანი უწყვეტი ფეიერვერკის საყურებლად. მაგრამ ეს მხოლოდ სანახაობა არ არის. ეს არის ემოცია, ტრადიცია. ეს ღამე განსხვავებულია, უფრო ინტენსიური, უფრო მაგიური. ამ ღამეს ვალენსიურად ნიტ დე ფოკ, ანუ ცეცხლის ღამე ჰქვია და ის ასახავს ფაიების მთავარ იდეას, ცეცხლს, ხმაურს და რაც მთავარია, ზეიმს. კულმინაციური მომენტი კი სწორედ ეს არის, როდესაც ფერადი ფეიერვერკები ქრება და მხოლოდ ხმა ისმის. საინტერესო და მნიშვნელოვანი დღის შემდეგ, რა თქმა უნდა, ფიესტა, ესპანური ფიესტა არის განუყოფელი ნაწილი ამ დღესასწაულის და ახლა ვარ ჩვენ ერთ-ერთ საუკეთესო მეგობართან, რომელიც იტალიაში გავიცანით, მე და ალვარო, ექტორთან ერთად და ექტორი ვალენსიაში ცხოვრობს, ვალენსიის რეგიონიდან არის ზოგადად და ძალიან ბევრი იცის ამ დღესასწაულის შესახებ, ამიტომ მას რამდენიმე კითხვას დაუსვამ. Sí, Héctor, lo que quería preguntar es ¿qué es un ninot indultat y dónde se guardan? Perfecto. Bueno, primero que todo, buenas noches familia, ¿cómo estáis? Espero que todo bien, bienvenidos a las fallas. Y nada, un ninot indultat es el muñeco de la falla, la escultura de la falla, el muñeco especial, ¿no? El que más les ha gustado a toda la falla. En concreto, este año ha ganado la falla de Cuba Literatura Azorín. Era una niña que era una niña feliz, una niña que vive pues en países europeos que no tienen ningún tipo de conflicto, con una niña que está viviendo ese tipo de conflicto. ეს არის ერთადერთი ფიგურა, რომელსაც არ დაწვავენ. დანარჩენი ყველა ფაია, ყველა ფიგურა ცეცხლის ალში გაეხვევა ცოტა ხანში. და ექტორი გვეტყვის, რატომ ხდება ეს ასე. Valencianos tenemos la costumbre de cuando inicia la primavera, un poco la idea de la renovación total. Quemar lo pasado, quemar lo malo para que entre lo bueno. Realmente las fallas se están despidiendo como algo de antes para dar la bienvenida a algo de ahora, a algo nuevo. მე მგონი ექტორმა იდეალურად აგვიხსნა თუ რატომ წვავენ ვალენსიელები ამ ულამაზეს ფიგურებს. ვწვავთ ყველაფერს ძველს, თუნდაც ის ლამაზი იყოს, იმისთვის რომ რამე ახალს შევეგებოთ. და აი ასე მესამე დღეც გათენდა. მოგესალმებით, გათენდა მესამე დღე ვალენსიაში, ბოლო დღე იმისთვის, რომ დავტყვეთ ამ ულამაზესი მონუმენტებით, რომელსაც უკვე რამდენჯერმე გითხარით, რომ ქვიათ Las Fallas. ქალაქში 700-დან 800-მდე ფაია დგას და რა თქმა უნდა, ყველა ერთნაირი არ არის. ისინი კატეგორიებად არის დაყოფილი და აი ეს, რასაც ჩემს უკან ხედავთ, გამარჯვებული ფაიაა. 260,000 ევრო დაჯდა ამ ფაიის მშენებლობა და ნამდვილად დაიმსახურა საუკეთესო კატეგორიაში მოხვედრა და გამარჯვებაც. 15 მარტს, როდესაც დასრულდა ლა პლანტა ეს არის პროცესი, როდესაც ყველა ფაია უკვე ქალაქში არის განლაგებული. სპეციალურმა კომისიამ დაადგინა, რომ ეს ფაია იმსახურებდა გამარჯვებას. ახლა შევიდეთ შიგნით, უფრო დეტალებში განახებთ თუ რას აღნიშნავს და რისი სიმბოლოა ეს ფაია. როგორც ავტორმა ახსნა, ამ ფაიის მთავარი აზრი არის შემდეგი. ჩვენს ცხოვრებაში ძალიან ხშირად გადაცმული ეშმაკები, გადაცმული დემონები შემოდიან. ამ დემონებს ხშირად აქვთ ისეთი სახე, რომ ვერ ვცნობთ. თუმცა ძალიან მოგწონს, ეს იქნება ჯანმრთელობა, ფული, წარმატება და ასე შემდეგ. ეს დემონები გადაცმულნი არიან, ლამაზები არიან და ამიტომ ჩვენ ცხოვრებაში ძალიან თავისუფლად ვუშვებთ. თუმცა სინამდვილეში ძალიან ბევრსაც გვიშავებენ. ამ მთავარი იდეის გარდა, რა თქმა უნდა, არც ერთ ფაიას არ აკლია ტრამპი, როგორც მთავარი ფიგურა და ხედავთ, რომ მას მხარზე აზის პუტინი. ეს ფაია, ეს მონუმენტი განასახიერებს იმას, რომ ეს ორი ადამიანი მართავს მსოფლიოს და აქ არის საკმაოდ კარგი დეტალები, მაგალითად პროქსიმს ობხეტიუს, ანუ შემდეგი ობიექტი თუ რა იქნება, რას დაბომბავენ და ასე შემდეგ. აქეთ არის კიდევ პატარა მადუროს ნინოტ, ანუ ფიგურა და რა თქმა უნდა დატყვევებული, იმიტომ რომ გახსოვთ ალბათ, რომ ცოტა ხნის წინ მადურო ტრამპმა აიყვანა და იგი ახლა ციხეში ზის. აი აქ კი უკვე მგონი ჩემი სახე ყველაფერს ამბობს.
ეს ცეცხლის შოუ წინ უძღვის ფაიების დაწვის ცერემონიას. ამ სანახაობას ბალენსიურად ქვია კორრე ფოკ. როგორც ყოველთვის ამ სანახაობასაც ძალიან ბევრი მაყურებელი ჰყავდა. ხოდა ერთ მომენტში ეს ცეცხლი ისე ახლოს მოიტანეს, რომ კი ხედავთ ვიდეოზე როგორი შეშინებულები ვართ და როგორ ვიწევით უკან, რომ არ მოგხვდეს ნაპერწკლები. არ ვიცი კადრებში რამდენად ჩანს ის ყველაფერი, რასაც მე იქ გვგრძნობდი. თან უკვე ნელ-ნელა ბნელდებოდა და ეს ყველაფერი ისე უხდებოდა ამ ბალენსიის ცას, რომ სიტყვებით ვერ აგიხსნით. ამ ცეცხლის მფრქვეველმა ცხოველმა კი საერთოდ ყველაფერი დააგვირგვინა. ყველაზე თვალწარმტაცი და მშვენიერი ბოლოსკენ შემოვიტოვე ვირხენ დე ლოს დესამპარადოს. 60,000-მდე ყვავილი მოიტანეს აქ ადამიანებმა იმისთვის, რომ ეს შეექმნათ და ეს ყველაფერი უბრალოდ ძალიან მაგარია. ამ ყვავილებით შექმნილ ღვთისმშობლის ქანდაკებას გულგრილად ვერ ჩაუვლი. გარდა იმისა, რომ მისი ზომა და სიდიადე აღმაფრთოვანებელია, ყვავილების სურნელს კიდევ სხვა ემოცია მოაქვს. დღეს არის ფაიას ბოლო დღე. 19 მარტი ზუსტად არის სან ხოსეს დღესასწაული. წმინდა იოსების დღესასწაული და ზუსტად ამ დღეს ამთხოვენ ვალენსიელები ამ დღესასწაულის დასრულებას. და ზოგადად რომ შევხედოთ, მთელი ეს დღესასწაული ზუსტად აი ამ წმინდანის გამო იმართება. სან ხოსე, ანუ წმინდა იოსები არის დურგლების მფარველი წმინდანი. როგორც გითხარით, ფაიას წარმოშობა სწორედ დურგლებიდან მოდის. დურგლებს გამოქონდათ თავიანთი ძველი ავეჯი, გარეთ წვავდნენ და ასე ეგებებოდნენ გაზაფხულის მოსვლას. ზუსტად ამის გამო, აი ეს 19 დღე, დატვირთული დღე, თავისი მასკლეტათი, ლაპლანტა და ყველაფრით, რაც ვიდეოში განახეთ, ზუსტად აი ამ წმინდანის ხსენების დღისთვის არის. ღვთისმშობლის ქანდაკების მონახულების შემდეგ მე დაალო, რომ გადავინაცვლეთ ფაიას დაწვის ცერემონიაზე. თავიდან პატარა ფაიებს წვავენ და კაცშიც ხედავთ, როგორ უკიდებს პატარა გოგონა ცეცხლს თავის ფაიას. ფიგურებს ცეცხლი მაშინვე ეკიდება, თუმცა მათ ბოლომდე დაწვას დრო ჭირდება. კულმინაციური მომენტი კი მაშინ დგება, როდესაც ფიგურის ნაწილები ნელ-ნელა მიწაზე ეცემა. თუმცა ყველაზე მაგარი კადრი აი ეს არის. მომტირალი გოგონა, რომელიც ემოციებს ვერ იკავებს. ალბათ ვერასდროს გავიგებ ამ ემოციას, რასაც ეს ბავშვი გრძნობს, მაგრამ ეს გულწრფელი ჩახუტება მახვედრებს, რომ ძალიან დიდი რაღაცის ნაწილი ვიყავი. აი ასე დაიწყო საბოლოოდ ფაია, რომელსაც ცოტა ხნის წინ უყურებდით. სევდიანია, თუმცა ალბათ რაღაც ახლის დასაწყისიც. თუმცა დიდი ფაიების დაწვის ცერემონიალი ბევრად გრანდიოზული და შთამბეჭდავია, ამიტომ ჩვენც მერიისკენ გავეშურეთ. ძალიან ბევრი ხალხია და აი გადაჭედილია მთელი მოედანი, მაგრამ რეალურად სასიამოვნოც არის რა, იმიტომ რომ ამდენი ადამიანი ელოდება რაღაც განსაკუთრებულს, რეალურად ამ დღესასწაულის დასრულებას და ამაღელობელია, როდესაც ამ ყოველფრის ნაწილი ვარ. დაიწყება ცოტა ხანში ეს პროცესი მოიგანზადა. და განახებთ ყველაფერს, ამიტომ დარჩით ვიდეოს ბოლომდე აუცილებლად და გამოიწერეთ ჩვენი გვერდი. აქ ესე tienen que suscribir. Claro. Hombre, გამოიწერეთ აუცილებლად გვერდი. ლოდინი ნამდვილად ღერდა, ჯერ ესეთი საოცარი ფეიერვერკი დაიწყო. თითქოს ჩარლი ჩაპლინის ეს ქანდაკება ასე უსიტყვოდ იდგა და ელო და როდის დაწვავდნენ. ხალხი მდუმარებით უყურებდა ამ ფეიერვერკების შოუს და ვინ იცის თითოეული მათგანი რას ფიქრობდა. ჩემშიც არაერთი ემოცია ირეოდა. აღფრთოვანება, გაოცება და რაც მთავარია ამ სილამაზით ტკბობა და ასევე მადლიერების გრძნობა იმისთვის, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვიყავი. ფეიერვერკის კულმინაციური ნაწილი, რა თქმა უნდა, ასე იდეალურად დამთავრდა და დაიწყო ლა კრემა, ანუ დაწვის პროცესი. ქანდაკებას ცეცხლი ნელ-ნელა ეკიდებოდა და თითქოს ყველა მხოლოდ ამ მომენტს აკვირდებოდა. და აი გაჩნდა პირველი ნაპერწკალიც. ცეცხლი ნელ-ნელა ეკიდებოდა ქანდაკებას და მღელვარება უფრო და უფრო იმატებდა. ამ კადრებს კი მინდა უბრალოდ უსიტყვოდ უყუროთ. ნახეთ როგორ იწვის ეს 27 მეტრიანი ქანდაკება. ახლო კადრები კიდე უფრო თვალწარმტაცია, მაგრამ ჩვენი ყურადღება აი ამან მიიქცია. პეპელა, რომელიც ავტორის თქმით, სწორედ სიცოცხლის სიმბოლოს წარმოადგენდა ამ უდიდეს ფაიაზე, არ იწვოდა. უფრო სწორად ძალიან ცდილობდა, რომ არ დამწვარიყო.
თითქმის მთელი ფიგურა განადგურდა, მაგრამ პეპელა ისევ იქ იყო. ისევ იბრძოდა გადარჩენისთვის და მართლაც სიცოცხლე ხომ ზუსტად ეს არის, ვიბრძვით იმისთვის, რომ გადავრჩეთ. არ ვიცი თუ ეს იყო ავტორის ჩანაფიქრი, რომ პეპელა ბოლოს დამწვარიყო, მაგრამ თუ არ ყოფილა, ვულოცავ, გენიალური გამოუვიდა. დასრულდა La Crema, უпроსტորად ჯერ კიდევ იწვის ეს უდიდესი ფიგურა La Falla Principal აიუნტამენტოსთან, ანუ მთავარ მოედანზე ვალენსიაში. შეიძლება ბევრმა იკითხოთ, რატომ დაწვეს, თუ ასე შრომობენ, თუ ასე წვალობენ, რატომ წვავენ. მე კიდევ გეტყვით, რომ დაწვა არასდროს ნიშნავს დასასრულს. დაწვა პირიქით არის ის, რაც გვეხმარება იმისთვის, რომ დავივიწყოთ ძველი, იმისთვის, რომ დავიწყოთ რაიმე ახალი. ასე რომ გემშვიდობებით ამ ვიდეოთი, იმედია ისიამოვნეთ, ჩვენ მთელი გული და სული ჩავდეთ ამ ვიდეოს აწყობაში, გამოიწერეთ აუცილებლად გვერდი იმისთვის, რომ დაგვეხმაროთ, მოგცეთ უფრო მეტი мотиваცია, დალაიქეთ ეს ვიდეო, დააკომენტარეთ და უბრალოდ დაგვიჭირეთ მხარი, იმიტომ რომ ჩემი აზრით ეს ვიდეო იმსახურებს იმას, რომ ბევრმა ადამიანმა ნახოს. მადლობა დროებით.